გაზაფხულის პირველი თბილი დილა სოფელში განსაკუთრებულად იწყება. გიო უკვე ბალახზე დარბის, სიცილით და სიხარულით. ლექსო კი თავისი სტაფილოსფერი კეპით და მრგვალი სათვალით ახალ კითხვაზე ფიქრობს. გიული ბებო დღეს განსაკუთრებულ საქმეს იწყებს. მიწას გავაღვიძებთ, ამბობს ის და ბავშვები გაოცებით უყურებენ. მიწა მართლაც იღვიძებს? თესლი როგორ ხვდება, რომ გაზაფხული მოვიდა? რატომ დაფრინავს ფუტკარი ყვავილიდან ყვავილზე? ბებო მოთმინებით ხსნის. მზე ათბობს მიწას, წვიმა ასველებს, ფუტკარი ეხმარება ყვავილებს. ლექსო ფიქრობს, რომ ფუტკარი ფარული გმირია. გიო კი თითით ეხება მიწას და ხვდება, აქ რაღაც ახალი იწყება. პატარა თესლი მიწაში ჩადის. ცოტა წყალი, ცოტა მზე, ცოტა დრო და ასე იწყება ზრდა. გაზაფხული მხოლოდ ყვავილები არ არის. გაზაფხული არის დრო, როცა კითხვები ჩნდება, როცა მოთმინება ისწავლება, როცა მცენარის პატარა თესლიც კი დიდ ისტორიად იქცევა. და ვინც კითხვებს სვამს, ის ყოველთვის იზრდება.